ეს მე ვარ, გიორგი შუკაკიცა, ბიჭი, რომელიც კამერით სამყაროს სხვანაირად უყურებს. ეს ჩემი დასაწყისია, გზა, სადაც თითოეული კადრი ოცნებასთან მაკავშირებს. ბუნებაში პოულობ თავისუფლებას, შთაგონებას და იმ სიმშვიდეს, სადაც ჩემი ფიქრები ხმას იძენენ. მე ჯერ მხოლოდ ვსწავლობ, მაგრამ იდეებით და ემოციებით სავსე ვარ. ეს ვიდეო ჩემი პირველი ნაბიჯია იმ გზაზე, რომელსაც ჩემი ცხოვრება მინდა გავაყო. ზუსტად აქედან იწყება ჩემი გზა. გზა, რომელიც მე და ჩემს კამერას გვაძლევს უფლებას დავინახოთ ის, რასაც სხვები ხშირად ვერ ამჩნევენ. ეს არ არის მხოლოდ მოგზაურობა. ეს ჩემი პირველი ნაბიჯებია სამყაროსთან იმენით საუბრის, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. ბევრი გამოწვევა მე ის, მაგრამ თითოეული კადრი, ზემოთ ხსენებული იდეა და ეს ემოციები წინსვლისკენ მიბიძგებს. ეს ვიდეო მხოლოდ დასაწყისია ისტორიის. იმ ისტორიის, რომელიც ჯერ კიდევ იწერება და იმედი მაქვს, თქვენც ჩემს გვერდით იქნებით, როცა ეს ამბავი გავრცელდება. მაშასე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს სამყაროში. გომის მთისკენ მიმავალ გზაზე ისეთი ცუდი ამინდი იყო, დარწმუნებული ვიყავით, რომ ტყუილა დავდიოდით. თუმცა, ბედმა არ მიმტყუნა და მაინც მოვახერხე ამ საოცარი კადრების გადაღება. ნამიველს შამისულს მადლი ჭერს ხო ავიჭუ ნალიცხენს ხების სიმს სიმიგუ რწმენა ლექს ფარი ხმალს ბედი წამს ოქროთვალს კარიგებს უცვლის ზღვებს სადახა ცოტა ჟინჟლავს, მაგარი ნისლია, კარავი დასაშლელი გვაქვს, ვერ ვხედავთ აგერცად უნდა გავხედოთ. ვშია, საჭმელი ჩვენ არ გვაქვს, აგერ რა თქმა უნდა პოვეთ რაღაცა მწვად შეგვიწოვენ, შევჭამთ და მე არ ვიცით რა იმედია, გადავა ეს ნისლი, რომ კარავი გავშალოთ, ხოდე. სხვა გზა არ გვაქვს. უამიდობის გამო კარვის თემა გაგვემაზა და გადავწყვიტეთ ვიქირავთ კოტეჯში. სიმყუდროვე და რაც მთავარია, პატარა ფანჯარა, რომლიდანაც დილით იშლება ძალიან მაგარი ხედი. ამ კადრებს დილით გაჩვენებთ აუცილებლად. ეს მთა და ეს ღრუბლები არ გვაპატიებდა აქედან 1-2 ჭიქის გარეშე რომ წამოსულიყავით. ეს პირველი ღამის დასასრული. დასასრულის დასაწყისი კი ბატონო. მომეწონა. გაკვალუცებით მაგარე და თბილისის ყველა ქუჩა შემომაგარე. აი მაშინ კი დავთორები, ჩავიძირები სასმელში იმას ალერსით გადმოგცემ, რასაც ვერ გეტყვი სათქმელში. ცხოვრებას რისკით შევხედავ სიკვდილს, სიცოცხლის მკვლევარად თუ დასვლელობა შევძელი მე შენ დაგიპყრობს მწვერვალად. ახლა რო გავხედე კავშირი და ღრუბლებს მაღლავართ და ვსვავთ მე. და სანამ ჩვენი ვხენდით, ამასობაში სპონსორებიც გამოგვიჩნდნენ. არის საუკეთესო კომბო თუ არა ლიკანი და კოკა-კოლა შეიგზენი ნამდვილი გემო. გამოიწერეთ არხი მეგობრებო.
როდესაც აქაურობით ტკბობას და კადრების გადაღებას მორჩით, გადავინაცვლეთ ზღვაზე, სადაც გართობამ X მიაღწია. თქვენი მოგზაურობა ციცინათელას პარკში, სადაც ზღაპარი იწყება და ყოველი დღე ჯადოსნურია. პატარებო, გთხოვთ, არ დატოვოთ თქვენი მშობლების ზედამხედველობის გარეშე და ყოველთვის იყავით მათ სიახლოვეს. ერთ-ერთ საღამოს მოვხვდით რესტორანში, რომელიც მიმტანების ცეკვით იხურებოდა. მე რა თქმა უნდა არ დავაყვანე და შევუერთდი მათ გუნდს. თემო ჩვენი სპონსორია ნაბიღლა ლიკანი თემო რომელი ლუდი გევასება ჟიგულოვსკი იმიტომ კი არა რომ ჩვენი სპონსორია პროსტა ყველაზე მაგარია რომსა წვადი ქაბაბი ხინკალი თუ კალმარი კრევეტი მიდიები რვაფეხები აუბრეკი ახალ რაღაცების გასინჯვა მინდა რა ანუ მიდიები რვაფეხები მოდი შერი რო არ დავრჩე ჩამოც მამა პაპურად და მე თვითონაჭერი გავსინჯოთ მე ეს არდადეგები არ შედგებოდა რომ არ შეგვევლო მშობლიურ იმერეთში, სადაც ბავშვობა გავხსენით, მდინარეზე წავედით. ტრადიცია არ დავარღვეთ და მეზობლის კანიდან ტაროებიც კი მოვიპარეთ. და რაც მთავარია, ჩვენი მეგობრობის დიდი მოგონებები ჩვენს ოჯახებთან ერთად გავაღვიძეთ. Kanavo, ase kargi nu kharavo. მოდა არის ქალი და არის კაცი. ქალი კაცის გარეშე არაფერია და კაცი ქალის გარეშე არაფერია. თქვენ კარგად ჩამოაყალიბეთ, ყველაფერი კარგად თქვით. ვეთანხმები 100% თქვენ გადმოცემულ სამღერელს და მოდი თქვენ გაგიმარჯოთ. მამიკოებს გაუმარჯოს. რა თქმა უნდა, თქვენს მეორე ნახევრებთან ერთად იხარეთ, იდღეგრძელეთ, გაიხარეთ. ყველა ქართული ნამდვილ სპექტაკლ ოჯახს გაუმარჯოს. დღეგრძელება გქონდეს გოგო, ჩვენს მეუღლეებთან ერთად ჯანმრთელობა გქონდეს, დოვლათი გქონდეს, ბარაკა გქონდეს. ყველაფრის შეგრძელებოდეს იმდენი, რომ რასაც ქართული სტუმართმოყვარეობა ქვია, ეს ჩვენს ოჯახებში არ მოშლილიყოს.
გაუმარჯოს ყველა ქართულ ნამდვილ ოჯახს. ვიხაროთ და ვიდრეკეთ. უფალი ჩვენსკენ. გაუმარჯოს. ასეულოს მენა ადგა ჯარი გავიდა ტყიბული ცხაჯვარი დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ მოგზაურობის ნაწილი იყო. თქვენმა მხარდაჭერამ და ენერგიამ ეს ვიდეო შექმნა.